2009 წელს გერმანიის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ადოლფ მერკელმა თავი მოიკლა. 2023 წელს თომას ლიმ ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ნიუ-იორკში თავი მოიკლა თავის ცხოვრებაში არსებული სირთულეების გამო. მეგობრებო, ადამიანი, რომელიც გათვლას აკეთებს სიმდიდრეზე, ადამიანი, რომელიც გათვლას ახდენს დროებით ღირებულებებზე, მათ არანაირი გარანტია არ აქვთ სულიერი სიმშვიდის. შესაძლებელია კონდეს ბევრი ფული, ცხოვრობდეს საუკეთესო სახლებში, დადიოდეს საუკეთესო კურორტებზე, მაგრამ შიგნით იმხელა ტკივილი გქონდეს შენ სულში, რომ საკუთარ თავს რაიმე ტკივილი და ბოროტება აუტეხო. თუმცა უფალი იესო ქრისტე ამბობს: ზიდეთ ჩემი უღელი და ჩემი ტვირთი, რადგან ჩემი უღელი და ჩემი ტვირთი მძიმე როდია და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. თუ გადაწყვეტ ემსახურო უფალს, თუ გადაწყვეტ გქონდეს ღირებულებები, რომლის ერთგულებამაც იესო ქრისტე განაკაცა და დედამიწაზე მოიყვანა, თუ გადაწყვეტ იმავე მიზანს ემსახურო, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ჰპოვებ სულის სიმშვიდეს, არა მხოლოდ აქ დედამიწაზე, ჰპოვებ საუკუნო სიცოცხლეს და იმეფებ უფალ იესო ქრისტესთან ერთად მარადის.